არის თუ არა ქართული ანბანი დაშიფრული? დიახ, ქართული ანბანი არა მე-4 საუკუნეში, არამედ წარღვნამდე პერიოდში არის შექმნილი. რა შიფრი დევს ქართულ ანბანში? წინარე ასომთავრულ დამწერლობაში გვქონდა 51 ასონიშანი. მოდი დავიწყოთ დასაწყისიდან. ადამი ანი. ანი ნიშნავს დასაწყისს, ანუ შექმნას, სამყაროს შექმნას. ბანი ნიშნავს სიმღერას, მაგრამ მეორენაირად ნიშნავს ამეტყველებას. ანუ ადამიანის გაჩენას დედამიწაზე და ადამიანის შესაბამისად მეტყველებდა. რას ნიშნავს განი? განი ნიშნავს ღალატს, განზე დგომა. შესაბამისად განი ასოცირდება სავარაუდოდ ადამი და ევას ცოდვასთან. შემდეგი ასონიშანი არის დონი. დონი ნიშნავს დასახლებას, დაფუძნებას. ენი ნიშნავს გასაკვირველია ენას. ჩვენ ვიცით რომ სანამ ადამი და ევას გამოაძევებდნენ ედემის ბაღიდან, ისინი არა ბგერებით მეტყველებდნენ, არამედ გონებით. ასე გრძელდება ჩვენი ასომთავრული ანბანი და ვიღაცას რომ კითხო, ეს ყველაფერი არის მე-3-მე-4 საუკუნის შექმნილი და არა, მეგობრებო, ჩვენი ასომთავრული დამწერლობა და წინარე ასომთავრული დამწერლობა არის წარღვნამდელი. ვინც არიცით, გეტყვით რომ დამწერლობას ყავს 3 შემქმნელი. პირველი რასაკვირველია შუმერები და ქალდეველები, სწორედ ქალდეველებმა შეუქმნეს შუმერებს დამწერლობა და არა პირიქით. მეორე ფინიკიელები, რომელთა დამწერლობის გაგრძელება ან მოპარული ვერსია ბერძნული დამწერლობა და მესამე ეგვიპტელები. რაც შეეხება სხვა ეთნოსებს, მათ ჰქონდათ ლურსმნული დამწერლობა. რაც შეეხება ქალდეველებს, ქალდეველები როგორც კი ბაბილონის გოდოლი დაინგრა, ისინი დაბრუნდნენ ქართულ წიაღში, მათთან ერთად იყვნენ მათ შორის შუმერები, არის ვერსია რომ აქადელები, ასევე არიან ახალდები, აქალდები, ისინიც არიან გასემიტებული ქალდეველები. ქალდეველებს კი G გენეტიკური კოდი აქვს და ქართული გენის მატარებელი ხალხი იყო, არის და დღესაც რჩება. ბიზანტიურ რუკებზე დღევანდელი ლაზეთის ტერიტორია საწერია გარკვევით ხალდია. ასევე კოლხეთის ტერიტორიაზე არსებობდა ასეთი ტომი ხალლიზონელები, ხალლაზონელები, რომელთა პირდაპირ შთამომავლებადაც მიიჩნევიან ლაზები. ლაზები არიან რეალურად ქალდეველები. საუბარია ასევე იმაზე, რომ მარიამ ღვთისმშობელი იყო ქალდეველი. ქალდეველები არიან ქართველები და ქართველები არიან მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ხალხი. მიწა არა, ხალხი არის წილხვედრი. ანდრია პირველწოდებული, სიმეონ კანანელი და მატათა სვლას იწყებენ ლაზეთიდან, ანუ ისინი პირველი მიდიან ლაზეთში და შემდეგ რასაკვირველია თელს საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, დვალეთიდან გუგარეთამდე მოივლიან და ცდილობენ მათ გაქრისტიანებას. არანაირი ასირიელები, არანაირი ეთიოპიელები და არანაირი სომხები. ქართული სამეფო ლაზიკა, ანუ დასავლეთ საქართველო, იყო პირველი, ვინც სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ქრისტიანობა. და ჩვენგან ლაზიკის ეპისკოპოსი ესწრება კიდევაც ნიკეის კრებას. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.